დღეს გახლავთ 16 აპრილი, აღდგომის მეორე დღე და მე ვარ ნიუ-იორკში. ვიმყოფები ქალბატონ დარეჯან ადამაშვილის სახელოსნოში. კეთილი იყოს დარეჯან, ჩვენი გაცნობა. მე ძალიან ვაფასებ ხელოვან ხალხს, ბენერფეხზე შემოსულიყავი შესახელოსნოში, რომ აი წარმატებული ხელოვანი ყოფილი გამხდარიყავი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მე თქვენ გისურვებთ ამას. დიდი მადლობა. და მინდა გადავიღოთ თქვენი ნამუშევრები დარეჯან, თუ არ შეძუხდებით თქვენ და ამიხსენით თან მიმდევრობით. აი იმიტომ მაინტერესებს საერთოდ ხელოვნება, ვარ თვითნასწავლი ხელოვანი, მე არ ჩემი პროფესია მაგი არ არის და ძალიან ცნობის უნარი ღმერთის წყალობით მაქვს. დარეჯან, მე დავიწყებ, აი აქედან დავიწყებ მე გადაღებას, კარგი? ესე იგი, როგორც მე ვხვდები, ეს არის ქართული თემატიკა. თუ შეგიძლიათ თქვენ რომ ამიხსნათ 1-2 სიტყვით, რომ თქვენ აი ამ ნამუშევრებს ძირითადად აკეთებდით საქართველოში, იქ დაიწყეთ ეს ბიზნესი. ეს ბიზნესი ეს არის ქართული ადამიანის სული, ბუნება და ყველაფერი, რა ვიცი. დარეჯან, გთხოვ, ამიხსენი, აი როგორ დაიწყეს ბიზნესი ამერიკაში და რა ეტაპზე ხარ დღეს? და თან დავათვალიერებდი ამას. ამერიკაში ხლა ეს ბიზნესი არ ქვია ამას, კაცო. ამერიკას თავისი ბიზნესი აქვს, თავისი ხედვა და ამერიკა არის დიდი ქვეყანა და ძალიან სხვანაირი ქვეყანა საქართველოსთან შედარებით. ეს სხვა რაღაცაა. რა თქმა უნდა. ხო, ახლა ეს არის ქართული თემატიკა, რომელიც რათაც მე ვაკეთებდი დიდი ხანი და ესეთი თემატიკაა, რომ ამ თემატიკიდან ძილს გადავედი სხვა თემატიკაზე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ და მე გაჩვენეთ ნამუშევრებს, რაც არის ძალიან დიდი განსხვავება, რაც მაგალითად ახლა მე ამერიკაში რაზეც ვმუშაობ, ეს სხვა რაღაცაა, მაგრამ ეს არის ქართული თემატიკა. იმიტომ რომ ქართული ბუნება გაქვს საქართველოში გაზრდილი ხარ და თავისთავად ეს ზის თქვენში. და თქვენ როგორც მითხარით დარეჯან, ეს არის თქვენ მითხარით რომ ამერიკა ითხოვს გადასვლას. ხელოვნებაში ხო ცვლილებას ითხოვს, ხო? და ეს მე გითხარით რომ აი ეს ნაჭერიც შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, ნაჭრებიც გამოიყენოთ. თქვენ ყველაფერი ახლა ყველაფერს ეძახიან ესეთ ხელოვნება, სადაც შერეული მასალა არის, ეს არის ქვეყანა, სადაც არის თავისუფლება, ეს ქვეყანა, თავისუფალი ქვეყანა რო არის, ყველას უნდა რომ ესეთ ქვეყანაში იცხოვროს, რომ თავისუფალი ადამიანს უყვარს თავისუფლება, ბუნები და საერთოდ ყველაფრით, მაგრამ ამ ქვეყანამ თავისუფლებას რომ მიაღწია, ესე არ ხდება. ბუნება უნდა ქონდეს და სული უნდა ქონდეს თავისუფალი, არ აქვს მნიშვნელობა და კოლაჟი და ესეთი ამათი ხელოვნება არის თავისუფალი ხელოვნება და ყველაფერში ჩანს, ამ ცხოვრების წესში. აი თქვენ მითხარით წეგან რომ აი ეს ნიღბები სწორედ თქვენ შეუსაბამებთ ამერიკის გემოვნებას, თვითონ ამერიკელი ხალხის და ადამიანების და ხელოვანი ხალხის გემოვნებას და თქვენ რა ქვია აი ამ ნამუშევარს მითხარით? ეს ნიღბები არის ნამუშევრები, ახლა ეს ფაიფურში გაკეთებული, ახლა ტექნოლოგიურად დახვეწილი ნამუშევრები ითვლება, ახლა რაც ამერიკაში ჩამოვედი ვაკეთებ ყვავილებს და ახლა რომელიც არის კაკის მადიაკ და ახლა გავაკეთე სინთეზი უბრალოდ, ახლა ნიღბის და ყვავილის სინთეზი ახლა ნიღაბი არის სოფლიო ხელოვნების ერთ-ერთი სახე, რაღაცნაირად ვერ ხალხებს აქვს წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის ნიღბები და არის გასაყიდი ნივთი რო იტყვიან ასეთი. შეიძლება უწედოთ რა. უღრმესი მადლობა. ეს არის პლაკატი თქვენი გამოფენის, ერთ-ერთი გამოფენის ნიუ-ჯერსში გამოფენა, ნიუ-ჯერსიში. რა მაინტერესებს? აი ეს ანგელოზები, თქვენ მითხარით ნახსენეთ რომ ანგელოზები გადავიღეო. ისა გავაკეთე ეს ანგელოზების კოლექცია. თქვენ ეძახით ამას ანგელოზებს. აი დრო ანგელოზებს ეძახი. ძალიან ლამაზი ნამუშევრებია. საფერო თქვენს ნიჭს. ეს ყველგან ნამუშევრებია, მაგრამ სამწუხაროდ აქეთ განათება არ არის. აქეთ არ არის. აი მაგალითად აი ნამუშევრები. აი მაგალითად სინთეზი ახლა ეს შეიძლება აქეთ რომ გამოვიტანოთ. სინათლეში არ არის განათება. უღრმესი მადლობა. იმას ზა დახრია ნახა. აი ახლა მაგალითად ეს თემატიკა საქართველოში მუშაობდი ამ თემატიკაზე. რომელსაც ფაქტიურად ბევრი ნამუშევრებია გაკეთებული აი ასეთი რაღაც ეს სტილის, მაგრამ ახლა ეს არის სინთეზი უკვე. იმ ყვავილების, რასაც მე მაგალითად ამერიკაში ხელ კომპანიაში რასაც ვაკეთებ, თქვა ყვავილები. ახლა შევეცადე რომ შემერწყა ეს ყვავილები და ესეთი რაღაცები. ძალიან ლამაზი ნამუშევარი. დარეჯან, რა მაინტერესებს აი ეს დონ კიხოტის თემა? ახლა დონ კიხოტის თემა იგივე ვარიანტია, როგორც მიხოს თემა საქართველოში. დონ კიხოტი არის თემა რომელიც ყველა ისნობს დონ კიხოტს. რა თქმა უნდა, სოფლიოში ცნობილი პერსონაჟია. რა თქმა უნდა. ამაზე თეატრია დადგმული და ფილმია დადგმული და რა ვიცი, ყველა მიცდის.
ჩვენ დონ კიხოდი და ჩვენი მსახი კაცაძე რა მაგათ თამაშობს. ხო, და სხვადასხვა რაღაცები გავს. კი. დონ კიხოდის თემატიკა არის. ეხლა ეს მაგალითად ქართული ვარიანტი არის მოდერნი იმერელი და ჭიჭიკია და არა, ხორკოში რა ყავს ჭიჭიკიას ვინ აყავს? არ ვიცი, კახელებს მარო ხავს და არა, ჭიჭიკია და ვინა? რაღაცა გავს. ჩავიჭერ. სვანური თემატიკა თუ გაიგეთელი. არა, მაქვს სვანური თემატიკაც გაკეთებული, მაგრამ ეხლა არა მაქვს სვანური. აი ეს როგორ აღვიდგათ? ეს არის რა ქვია მუსიკის საათი მოხსნა ეხლა რომ დავტოვე საათი რაღაცა ვიღაცა იტყვის რომ რაღაცა დროსთან და არაფერი დრო აქვს კავშირში არის просто უბრალოდ დაკიდული ნივთი არის ეს საათი ახლა ესეთი თარიზე ხო და არა მეკითხებიან ხოლმე ერთხელ გამოფენა მქონდა ეს ფილადელფიაში და ერთი ხალი გადამეკიდა ინგლისური საერთოდ არ ვიცი და რაღაცას მეუბნება და ნუ ვერ გავიგე რა უნდა დამკას რა და მე რა ვთხოვე რომ რა უნდა მეთქი ერთი რა უნდა მეთქი რას მეკითხება და თითოეული ნამუშევრის ისტორია მოყევიო და მეთქი აი ესე უთხარი მეთქი ამ კაცს რომ თითოეული ნამუშევრის ისტორია არის ბიზნესი მეტი არაფერი ბიზნესი ესეც თბილისის უბნები მაგალითად ჩემი ერთ-ერთი ყველა საყვარელი თემა იყო საქართველოში ესეთი ვაზაჭკები იყო ამაზე ნამუშევარია დაჯი მაგარი ნამუშევარია ღმერთმა ხელი მოგიმართა დაჯი აი ქართული გენი გენს გადაშენება მართლა არ უწევია დაჯი გუში მე ვიყავი ნიუ-იორკში თავი ვესწრებოდი კონცერტს ქართველი ბავშვები გამოდიოდნენ ქართული ცეკვა და სიმღერა მოვისმინე, ესე აღთაბადებული ქართველი ბავშვების გაუგნებული დავრჩი. საქართველოში ძალიან დიდი პოტენციალი არის ხელოვნების სიყვარულის. აი ახლა ეს აი ამერიკა მაგალითად იქ შეიძლება ამერიკელები აი ეს არის თანამედროვე ყვავილები ეს არის ფაიფურში გაკეთებული ყვავილები, რადგან მე ახლა მუშაობ ფაქტიურად და მე მაყდა იცი რომ ჩამოვედი აქ მე დახვეწილობა რაღაცა მე უფრო ქანდაკებას ვაკეთებდი და უფრო ქანდაკებურად ხედავდი საერთოდ სამყაროს უფრო მასიურად უფრო მონუმენტალურად და მე მომივიწია არ და ამ დროს მინიატურებში ვმუშაობ ძალიან ნადვილად მომიწია მე უკვე ამ მინიატურების გაკეთება და კიდე ერთი საინტერესო ფაქტია ყვავილებს ვერ ვიტანდი რა ცხოვრებაში ხო გეუბნები ადამიანის სვანი ხარ ბუნებით სვანი ხო მომწონდა როგორიც ეხა სვანეთშია ხო რაღაც ესე თაში ადიხარ თოვლია და პატარა ყვავილია ამოსული ეგეთი რაღაცები მომწონდა და იმდენი ყვავილი მაგაკეთებული როგორიც დაჟე სახელები ინგლისურადაც ვიცი ქართულადაც და რუსულადაც უკვე ყვავილების აი მოდი ყვავილები პატარა მინიატურები ძალიან არის აი ყვავილები არის ძალიან ნაკითი ყვავილები და ბოლო შემიყვარდა ყვავილები რა სხვანაირად რო თქვა მაგათაც პრიმულა ძალიან საინტერესო ყვავილი არის ლამაზი აი ეს ნარცისები სხვადასხვა ტიპის ეს მან პატარა ნაცირ ნარცისი მეგარია ნო ნარცისი რა ვიცი ახლა ეს სხვა ჯიშის ნარცისი კი როგორც ადამიანები არსებობენ ის არსებობენ ერთი სახეობის ყვავილი ყველანაირი ტიპის და ფორმის კი ძალიან ბევრი სახეობა და რა ყველა საინტერესო რა არის იცი აი თითოეული ყვავილი ხო არის რაღაცა ხო აი ის სახეობის ყვავილი იმას ფოთული აქვს მე სხვანაირი რა პატარათი შეცვლილია არ ერთი და იგივე ის არის ადამიანები ვიქარია ეს მაგალითად აი ეს არის კიდე აი დაიბნეს იმას ნიშნავს კარგია რა ქვია ბარაკის ნიშანია ეს არის მარწყვის ყვავილი ხო ესე ძალიან მე არ დაგავიძეს დაჯი მე პროფესიით აგრონომი ვარ ხო ასე რომ ვერ უკვე სახეობებში მცენარეების ხო კარგად ერკვევია რა მაგრამ მის შემდეგ არ მომიწია ჩემი ხელობით მუშაობა სამწუხაროდ და ჩამოყალიბ დიზაინერად ქსოვილ დიზაინერად დაჯი ახლა ის მანახეთ კიდე მე თქვენ ამით კლონები ეს ჩემი ყველაზე ეხლა რა თქმა უნდა ქართული თემატიკა არის მაგრამ ჩემი პირველი ნამუშევრები იყო კლონები აი ესეთი რაღაცა ძალიან ლამაზია დაჯი ჩემი ყველაზე საყვარელი სასაცილო დაჯი ერთი სიტყვით გისურვებ წარმატებებს წინსვლას ღვთისწყალობას ღვთისმშობელი იყოს თქვენი ფარველი დიდი მადლობა გენაცვალე